განცდილი პროგრამები განცდების საშუალებას განათლება და გამოცდილება მიიღო სხვადასხვა ქვეყანაში. სტუდენტობის პერიოდში შენ შეგვიძლია ჩაერთო ამ პროგრამებში და ისწავლო სხვადასხვა უნივერსიტეტში მისი საშუალებებით. ძირითადად საქართველოში პოპულარულია Erasmus-ი და ISEC-ის პროექტები, რომლებიც თანამშრომლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. Erasmus-ი გვთავაზობს განცდილ პროგრამებს, რომელშიც შეგვიძლია მიიღო ფორმალური და არაფორმალური განათლება. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ Erasmus-ი აფინანსებს შენს წასვლას, იქ ყოფნის ხარჯებს და ფრენის ხარჯებს. ასევე მინდა აღნიშნო ისიც, რომ Erasmus-ი ორი სახის არსებობს, თუ მიდიხარ ფორმალური განათლებით, მაშინ შენ სწავლობ სხვა უნივერსიტეტში და გეთვლება იქ მიღებული კრედიტები შენს უნივერსიტეტშიც, ხოლო თუ მიდიხარ არაფორმალური განათლების კუთხით, მაგ შემთხვევაში შეიძლება განათლებას, ანუ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებში, ყოველდღიურად გიტარდება სემინარები და განსხვავდება ფორმალური და არაფორმალური განცდილი პროგრამის პერიოდის. მაგალითად, თუ არაფორმალური განათლებით მიდიხარ, მაშინ შეიძლება იყოს ერთკვირიანი, ორკვირიანი და შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ თუ მიდიხარ ფორმალური განათლების კუთხით, მაშინ შეიძლება ერთწლიანი პროგრამასაც მოიცავდეს. მეტი წელსაც მოიცავდეს. აქ ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ აი მაგალითად თავიდან შენ იხდი ხარჯებს და მე რამდენიმე თვის მერე გინაზღაურებენ ესეც, რომ იცოდნენ წინასწარ გათვლილი რომ ქონდეთ რაღაც კონკრეტული ფინანსების სტუდენტებს. აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ ძალიან საინტერესო აქტივობები ტარდება ხოლმე ამ პროგრამების საშუალებით. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო აქტივობა არის ის, რომ გიწევს სხვადასხვა კულტურების გაცნობა. მაგ მარტო თქვათ საქართველოდან წასული სტუდენტები არ სწავლობენ, ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ როდესაც მსგავსი ტიპის პროექტებში იღებ მონაწილეობას, ძირითადად გიწევს ენის დახვეწა, ინგლისურ ენას გიწევს სულ საუბარი, რაც გაძლევს იმის საშუალებას, რომ ჯერ ერთი გაუმჯობესო შენი ცოდნა ენასთან იმართებაში და მეორე კიდე იძენ ახალ მეგობრებს, იმიტომ რომ იქ წარმოიქარიან ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინიც შენთან ერთად მონაწილეობენ. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ძალიან საინტერესო აქტივობები ტარდება ხოლმე, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო არის შენი კულტურის გაცნობა, ეს წინასწარ გაფრთხილება ხოლმე ამაზე და ზოგჯერ მიგაქვს რაღაც შენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა საკვები. ეს შეიძლება იყოს ჩვენ შემთხვევაში ჩურჩხელა, ჩვენი ბუდის ყველი და მსგავსი. ანუ იმ დღეს როცა ეს კულტურის გაცვლის სემინარი საღამოები ტარდება, იქ უკვე შენ უნდა წარადგინო შენი ქვეყანა და ეს ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ სხვებსაც ეცნობი და შენსაც წარადგენ. ISEC-ს რაც შეეხება, ISEC-ს აქვს სამი მიმართულება: სტაჟირების პროგრამა, მოხალისეობის პროგრამა და სწავლების პროგრამა. აი განვიხილოთ თითოეული. სტაჟირების პროგრამის შემთხვევაში შენ მიდიხარ სხვა ქვეყანაში, ცხოვრობ საერთო საცხოვრებელში ან ვინმე ოჯახთან. უფასო არის ცხოვრება, თუმცა დანარჩენი ხარჯები არის შენზე. შენ ანაზღაურებ შენი კვების ხარჯებს, მოგზაურობის ხარჯებს და ასე შემდეგ. ხან ანაზღაურებადია სტაჟირება, ხან არ არის ანაზღაურება, დამოკიდებულია კონკრეტულ კომპანიაზე, სად იღებ მოკლედ სტაჟირება, სად გადიხარ. რაც შეეხება მოხალისეობას, მოხალისეობრივი მიმართულებით მიდიხარ გაეროს რომელიმე პროექტში იღებ მოწვევას, რაღაც სხვადასხვა მიზნები აქვს გაეროს მოკლედ და რომელიმე აქტივობაში ერთვები. და სწავლების პროგრამას რაც შეეხება, ძირითადად არის ხოლმე ინგლისური მასწავლებლის სტაჟირებები, ვაკანსიები გამოცხადებული ხოლმე, თუმცა ეს უფრო ხანგრძლივია, ძირითადად ერთწლიანი პროგრამებია ხოლმე სწავლების გამოცხადებული. მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 კვირა, მაქსიმუმი შეიძლება იყოს 2 წელიც ISEC-ს რაც შეეხება. იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო Erasmus-ის პროგრამაში, ამაში ხელს გიწყობს უნივერსიტეტი, ამ ძირითადად უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოში როგორც გვაქვს ინფორმაცია, როგორც ვიცით, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მათთან, ტექნიკური უნივერსიტეტი, ილია, კავკასიის უნივერსიტეტი და ბევრია კიდე სხვა. ან თეორია რომ იყო რომელიმე მათგანი სტუდენტი და შენ უკვე შეგვიძლია მასში მონაწილეობის მიღება. არასამთავრობოებს რაც შეეხება, გავრცელებულია დრონის და ამბრელას პროექტები და მათი საშუალებით მედია. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ორგანიზაციებთან თქვენ უნდა გქონდეთ რაღაცა კონკრეტული აქტივობები დაგროვებული, უნდა მიიღოთ მონაწილეობა საქართველოში არსებულ პროექტებშიც, რომ შემდეგ შეძლოთ საზღვარგარეთ მონაწილეობის მიღება სხვა პროექტებშიც.
AIESEC-ს რაც შეეხება, AIESEC-თან თანამშრომლობა შეგიძლიათ დამოუკიდებლად და ასევე შეგიძლიათ სხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაუკავშირდეთ მათ. და აქ ხომ დავახსენოთ, რომ AIESEC-ის შემთხვევაში არ არის აუცილებელი იყოთ სტუდენტი. ასაკობრივი შეზღუდვა კი აქვთ, მაგრამ დაახლოებით 18-30 წლამდე ასაკობრივი ზღვარი არსებობს, ამიტომ შეგიძლიათ რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც მიიღოთ მონაწილეობა AIESEC-ის პროგრამებში.